გამარჯობა, მე ნატა მახვილაძე ვარ და თქვენ დღის ქრონიკას უყურებთ. დედაქალაქის მოქმედი მერი პოლიტიკური დრიბლინგით საჩემპიონო გოლის გასატანად ემზადება. კახა კალაძე საარჩევნო მარათონში დღეიდან ჩაერთვება, ის ქართული ოცნების მერობის კანდიდატი უკვე მესამედ გახდა. კახა კალაძე 2017 წლიდან დღემდე თბილისელების მიერ არჩეული მერია. მისი მმართველობის დროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 3-ჯერ გაიზარდა და 2 მილიარდ 350 ლარს შეადგენს. ვინ გაუწევს კონკურენციას მოქმედ მერს 4 ოქტომბრის არჩევნებზე? ოპოზიციის ნაწილი, რომელიც საარჩევნო მარათონში ერთვება, კანდიდატებზე ღიად ჯერ არაფერს ამბობს. თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციაში კვლავ დაპირისპირების მიზეზია. თბილისის მერობისთვის ბრძოლაში ელისაშვილის კანდიდატურის სავარაუდო წარდგენას თავად მოქალაქეების ლიდერი უარყოფს. ერთმანეთთან დავობენ 4 ოქტომბრის აქციაზეც. პარალელურად კი გაირკვა, რომ ხაზარაძე ჯაფარიძემ 6.5 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში უნდა გადაიხადონ. მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის სპორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟში წააგეს. ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა. საპასუხოდ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკურმა პარტიამ სამინისტრო დეზინფორმაციის ტირაჟირებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრო ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ვაშინგტონის არბიტრაჟთან მიმართებით ახსენებს. რა წერია ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილებაში? იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი განმარტავს პირდაპირ ეთერში. დაასრულებს თუ არა ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება პოლიტიკურ სპეკულაციებს. ამ და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან თორნიკე ჭეიშვილთან ერთად განვიხილავთ. მაშასე დავიწყოთ პოლიტიკური ნიუსებით, საკითხებით. თორნიკე ჭეიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო თორნიკე, ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოკლედ, კახი კალაძის წარდგენისთვის ემზადება ქართული ოცნება, საღამოს 9 საათია და გეგმილი ღონისძიება რამდენადაც ვიცით. რა არის მთავარი კოზირი, როგორ ფიქრობთ, რომლითაც კახი კალაძე პოლიტიკურ მოედანზე გავა და როგორც მმართველი გუნდი ვარაუდობს, სუპერ გოლსაც გაიტანს? ნატა, მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის, მოგესალმებით ტელემაყურებელს. ნუ რასაკვირველია, როდესაც საუბარი არის ბატონი კახა კალაძის კანდიდატურაზე, უპირველესად ანალიზი უნდა დავიწყოთ მის მიერ გასული 8 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობით, იმ არაერთი პროექტით, რომლის განხორციელებამაც გახადა შესაძლებელი ჩვენს დედაქალაქში უფრო მეტად კომფორტული ცხოვრება, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის გაამარტივა მუნიციპალურ სერვისებზე წვდომა, უფრო მეტად დაამშვენა, გაალამაზა ჩვენი დედაქალაქი. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ბატონი კახა, ეს ყველასათვის ძალიან კარგად ცნობილი ფაქტია, რომ არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის, ქართული ოცნების ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, რომელიც დღიდან დაარსებისა არის შეიძლება ითქვას ფრონტის წინა ხაზზე და ძალიან აქტიურად ემსახურება იმ მნიშვნელოვან ამოცანებსა და მიზნებს, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ჩვენს პარტიას აქვს გაცხადებული და დასახული. ამის გათვალისწინებით, რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ოპტიმისტური მოლოდინი იმასთან მიმართებით, რომ ბატონი კახა, ისევე როგორც წინა ორ არჩევნებში, ამ შემთხვევაშიც არის უალტერნატივო კანდიდატი და მას ექნება ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება უკვე 2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისის მერის არჩევნებში. აქ მე თქვენის ნებართვით ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ განმარტავ იმ მასშტაბს, რომელიც უკავშირდება სწორედ ბატონი კახას მერობის პირობებში დედაქალაქში განხორციელებულ საქმიანობას და ძალიან ელემენტარული მარტივი სტატისტიკა და ციფრები რომ ავიღოთ, უკვე თავისთავად შეიძლება ითქვას, რომ მეტყველებს ეს მონაცემები იმ საქმიანობაზე, რომელიც იქნა ბატონი კახას მერობის პირობებში რეალიზებული. მაგალითისთვის ავიღოთ დაახლოებით 1800-მდე ქუჩისა თუ დავუშვათ საავტომობილო მაგისტრალის გამზირის რეაბილიტაცია, კეთილმოწყობა, არაერთი ახალი ხიდი, არაერთი ესტაკადა შეემატა ჩვენს ქალაქს, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქალაქის დინამიკურად განვითარების პირობებში, ქალაქის ზრდის პირობებში, რაც უკავშირდება როგორც მოსახლეობის რაოდენობის ზრდას, ისე თუნდაც სატრანსპორტო საშუალებების
მიცხოვრებების რაოდენობის ზრდას, რაც შეიძლება მარტივი იყოს და უპრობლემო თუნდაც გადაადგილება. ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა სოციალურ პროგრამებზე, ჯანდაცვის პროგრამებზე. აქ რამდენიმე ათეულ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამაზეა ლაპარაკი და ჩვენ თუ ავიღებთ აი მთელი 8 წლის მაჩვენებელს, ლამის 4 მილიონ ბენეფიციარს უთანაბრდება, ესე იგი იმ პირთა რაოდენობა, რომლებმაც სხვადასხვა დროს შესაბამისი პროგრამის ფარგლებში მიიღეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება. ასევე არანაკლებ, რა თქმა უნდა, საყურადღებო არის მიმართულება, რომელიც გულისხმობს გამწვანებული სივრცეების, სარეკრეაციო სივრცეების მოწყობას თუ განახლებას, რეაბილიტაციას ჩვენს დედაქალაქში და აქაც ლაპარაკი არის ასეულობით დაუშვათ ჰექტარ მწვანე საფარზე და დაახლოებით 2600 ახალ თუ რეაბილიტირებულ შესაბამის პარკსა და სკვერზე. და ეს ჩამონათვალი ძალიან შორს წაგვიყვანს. დარწმუნებული ვარ, ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, ბატონი კახას უდიდესი გამოცდილება უკვე, რომელიც მან შეიძინა როგორც დედაქალაქის მერმა, თავისთავად არის ძალიან მტკიცე საფუძველი იმისათვის, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ მის მიერ საომავლოდ დედაქალაქში კიდევ უფრო მეტად ეფექტიანად შესაბამისი მმართველობითი საქმიანობის განხორციელებაზე და იმაზე, რომ თბილისი გახდეს კიდევ უფრო მეტად მოწესრიგებული დედაქალაქი ჩვენი ქვეყნისა, რომელშიც იქნება არაერთი მიზიდულობის ცენტრი და რომელიც იქნება თანაბრად საყვარელი როგორც საკუთრივი თბილისელებისთვის, ისე სტუმრად მყოფი ადამიანებისთვის, მათ შორის ტურისტებისთვის. ჯერჯერობით უცნობია, ვინ გაუწევს კონკურენციას მოქმედ მერს. რადიკალებში არ არის ჯერ გარკვეული, მაგალითად ერთიანი კანდიდატის ვინაობა. გარდა ამისა, დღეს ასევე სადაო გახდა 4 ოქტომბრის ერთგვარი აქცია, პარტიების ნაწილი რაღაც ეროვნულ კრებას აანონსებს. აი, როგორ ფიქრობთ, რევოლუციური სცენარი ისევ ძალაშია, იმიტომ რომ დღეს ვნახეთ საკმაოდ ხისტი განცხადებები, აი, გამოვგლიჯოთ, გამოვტაცოთ ხელისუფლება და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ? მართლაც ღიმილის მომგვრელია ნატა ეს ყოველივე, ეს აბსოლუტურად სასოწარკვეთილი კაკაფონია, რომელიც ახლა რადიკალების რიგებში მიმდინარეობს. ისინი ხან ერთმანეთს დაერივნენ და ერთმანეთს უწუნებენ სტრატეგიას თუ ტაქტიკას იმასთან მიმართებით, თუ როგორ უნდა წარმართონ პოლიტიკური პროცესი და პოზიციონირება. მეორე მხრივ ხედავთ, რომ კვლავ, რა თქმა უნდა, ისინი არ კარგავენ იმედს, რომ რევოლუციური გზით შეძლებენ როგორღაც ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, რაც როგორც წინა თუ არ ვთქვი 4 შემთხვევაში 4 მცდელობა ჰქონდათ მათ აქამდე რევოლუციისა თავის გარე პატრონებთან ერთად, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაშიც აბსოლუტური კრახით და ფიასკოთი დასრულდება. ჩვენ რომ დავაკვირდეთ, ასე ვთქვათ, მოვლენათა განვითარებას, ძალიან გეგმაზომიერი და კანონზომიერი ალბათ იქნება ის, რომ სწორედაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლისა გახდეს ერთგვარი ფინალური აკორდი რადიკალური ოპოზიციის ქართული პოლიტიკიდან გაძევების თვალსაზრისით და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იქნება მართლაც მათი საბოლოო პოლიტიკური დაისი, რომლის შემდგომაც რასაკვირველია მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოში ქვეყანაში არსებობდეს ოპოზიცია, თუმცა არსებობდეს ჯანსაღი ოპოზიცია და არა აგენტურით და აგენტურული ქსელებით დაკომპლექტებული შესაბამისი რადიკალური ჯგუფები და რასაკვირველია მათ აი ამ ადგილს, რადიკალების ადგილს უკვე დაიკავებენ ის ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ და რომლებთანაც შეიძლება ყველა საკითხზე ბუნებრივია შეთანხმება არ და ვერ ხერხდებოდეს და არც არაფერი ამაში ტრაგიკული, არამედ პირიქით, სწორედ აი ამ ოპონირების, პოლიტიკური ოპონირების პირობებში შეიძლება უფრო მეტად სასარგებლო გადაწყვეტილებები იქნეს კიდევ უფრო მიღებული, დაიკავებენ მოკლედ ერთხელ და სამუდამოდ ის კონკრეტული პოლიტიკოსები თუ პოლიტიკური შესაბამისი პარტიები და ჯგუფები, რომლებიც არ არიან შემჩნეულები იმ ძირის გამომთხრელ საქმიანობაში, რასთანაც ჩვენ სამწუხაროდ საქმე გვაქვს აი ამ კოლექტიური ნაცმოძრაობის, რადიკალების და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათი გარე მხარდამჭერების, მათი გარე სპონსორების თუ პატრონების სახით.
თქვენ ახლა ახსენეთ გარე პატრონები და ზოგადად რადიკალების პოლიტიკური დაისი იქნებაო, მაგრამ ლობისტები როგორც ჩანს დროს არ კარგავენ და შესაძლოა საერთაშორისო პოლიტიკური აქტორების მხრიდან იყოს წნეხი გაგრძელდეს ხელისუფლებაზე. ყოველ შემთხვევაში ამას მოწმობს მაგალითად ოფიციალური ბრიუსელის განცხადებები, დათქმული ვადები, აი CSKO-ს მისამართით გაკეთებული განცხადებები. აი ხომ არ არის ერთგვარი მზადება, რომ ნიადაგი შემზადდეს, რომ არჩევნების დისკრედიტირება მოხდეს, აი და ვის აძლევს ეს როგორ ფიქრობთ ხელს ამ შემთხვევაში? ნატა ჩვენ ადრეც გვისაუბრია პრინციპში იმაზე რომ თავდასხმები არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო მეტად ინტენსიური გახდებოდა ხელისუფლებაზე, ქართულ საზოგადოებაზე, ჩვენ სახელმწიფოებრიობაზე და ეს მართლაც ასე არის. ის ნაბიჯები, რომელიც იდგმება მათ შორის თუნდაც ბრიუსელიდან, შესაბამისი ევროსტრუქტურებიდან, ევრობიუროკრატიის მხრიდან, კიდევ ერთხელ ადასტურებს და ნათელყოფს ამას. მეორე მხრივ მართლაც ერთადერთი ალბათ გეგმა, რომელიც მათ სამუშაო მაგიდებზე ახლადებს, ისევ და ისევ უკავშირდება იმას, რომ როგორმე მოახერხონ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია, საკუთრივ არჩევნების როგორმე ჩაშლა, რასაც კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა ხმამაღლა ვამბობთ და ძალიან დაბეჯითებით, რომ ისინი ვერ ეღირსებიან, ეს რა თქმა უნდა არის აბსოლუტურად მარცხისთვის განწირული მონახაზი, რომელიც შეიძლება გქონდეთ, მაგრამ აცნობიერებენ რა იმას, რომ აბსოლუტურად გაკოტრებულები არიან პოლიტიკურად და მათი პოლიტიკური რეიტინგი ფაქტობრივად უკვე გაუტოლდა ნულის, ასე ვთქვათ, ნიშნულს. ერთადერთი, რაც შეიძლება მათ ახლა რჩებოდნენ, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ისევ და ისევ იფიქრონ იმაზე, როგორ შეიძლება ეს არჩევნები მათ მიერ გამოყენებულ იქნეს იმისათვის, რომ რაღაცნაირად მორიგი რევოლუციური, ასე ვთქვათ, პროცესი წამოიწყონ და ეს მუხტი შექმნან. მეორე მხრივ საღი აზრი, შესაბამისი, ასე ვთქვათ, ანალიზი სიღრმისეული, რა თქმა უნდა, ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული და გაცილებით უფრო ოპტიმისტური კეთილსაიმედო პროგნოზის გაკეთების საშუალებას გვაძლევს, იმიტომ რომ დღეს ყველანი ვხედავთ იმას, რომ რადიკალური ჯგუფები არიან დარჩენილები ქუჩაში, რამდენიმე ათეული მათი თანამოაზრის ვითომ და იმიტირებული უკვე შეიძლება ითქვას აბსოლუტურად თითიდან გამოწვეული პროტესტის ამარა და საზოგადოების უდიდეს ნაწილს ძალიან კარგად ესმის ის, თუ რა არჩევანი გაკეთდა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ეს რა თქმა უნდა იქამდეც იყო ცხადი, მაგრამ პოსტსაარჩევნო პროცესებმა, შესაბამისმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ჩვენ მაშინ საზოგადოებას რა თქმა უნდა ვესაუბრებოდით სიმართლეს და ძალიან სწორად იყო დაყენებული სასწორის პინაზე ორ მხარეს ის, ასე ვთქვათ, ერთი მხრივ პერსპექტივა და მეორე მხრივ ის რისკები, რომელიც თან შეიძლებოდა ხლებოდა იმას, რომ სწორედ რადიკალებს მიეღწიათ რაიმე წარმატებისთვის ამ არჩევნებში და მეორე მხრივ ახლაც ამ არჩევნებში აბსოლუტურად ხელის გულზეა გამოტანილი ყველაფერი და ჩვენ სწორედ ეს გვაძლევს ეს აბსოლუტური გამჭვირვალობა, ღიაობა, რომელზეც პოლიტიკური ალერგია სჭირთ ისევ და ისევ რადიკალებს და ძალიან აღიზიანებთ თუნდაც ის ამბავი, რომ საქართველოში დიახ მოქმედებს გამჭვირვალობის შესახებ სათანადო საკანონმდებლო აქტი და კანონმდებლობა, აი ეს ყოველივე გასაგები აღიზიანებთ, მაგრამ მეორე მხრივ აი ეს სიმართლე არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი იარაღი და ინსტრუმენტი იმ თვალსაზრისით, რასაც ქვია ჩვენი პოლიტიკური მომავალი და არა მარტო ჩვენი გუნდის პოლიტიკური მომავალი, ჩვენი ქვეყნის მომავალი, რომელიც კიდევ უფრო მეტად უკეთესი იქნება, რასაკვირველია, თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. ბატონ თორნიკე, დღის ერთ-ერთ მთავარ ამბავს მინდა შევეხო, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის სპორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟში წააგეს. ზოგადად მათ პარტიაში ამბობენ, რომ ეს იყო ინვესტორ ბობ მეიერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ. ანუ ჩვენი მაყურებლისთვის გამმარტავ, რომ ბობ მეიერი გახლავთ ხაზარაძის და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი, რომელიც აღნიშნული დავის ფარგლებში 64 მილიონი დოლარის გადახდას ითხოვდა, თუმცა როგორც ვიცით, არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6.5 მილიონი დოლარის გადახდის ვალდებულება. აი, რა მოცემულობაში აყენებს ეს შედეგი მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძის ანაკლიის საქმესთან მიმართებაში, ასევე თუნდაც მათ პოლიტიკურ საქმიანობას მით უმეტეს კარს მომდგარი არის მუნიციპალური არჩევნები.
კი ბატონო, თქვენ ანონსს უსმენდი და ბრძანეთ კიდეც რომ თუ არ ვცდები ჩემი ჩართვის შემდგომ ასევე ამ საკითხზე ისაუბრებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბატონი ბექა ძამაშვილი, რომელიც დარწმუნებული ვარ რომ სამართლებრივ კონტექსტში კიდევ უფრო მეტ ნიუანსს მოფენს ნათელს ამ საკითხთან მიმართებით. მე აუცილებლად ძალიან მაღალი შეფასება უნდა მივცე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობას, მათ შორის იმ თვალსაზრისით, რასაც ქვია საერთაშორისო დონეზე სახელმწიფო სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და კონკრეტულად ბატონ ბექას რა თქმა უნდა ლომის წილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს კიდევ ერთი აბსოლუტურად უსამართლო თავდასხმა იქნა მოგერიებული ამ შემთხვევაში უკვე ვაშინგტონის არბიტრაჟში საქართველოს წინააღმდეგ. მაგრამ მე აქვე გავიხსენებ იმ ამბავს, რომელიც უკავშირდება წინა საერთაშორისო არბიტრაჟს, პარიზის არბიტრაჟს, როდესაც ეს ადამიანები, კონკრეტულად ხაზარაძე, ჯაფარიძე თუ მათი პარტნიორები ისევ და ისევ თითიდან გამოწვეული აბსურდული არგუმენტაციით სახელმწიფოს ედავებოდნენ $1.5 მილიარდ. აი წარმოიდგინეთ რაზეა ლაპარაკი, რა მასშტაბის ასე ვთქვათ მორიგი ავანტიურა ჰქონდათ წამოწყებული. მე ასევე იმასაც შევახსენებ საზოგადოებას, რომ ეს ადამიანები სასამართლოს შესაბამისი განაჩენით არიან ცნობილები როგორც ფაქტობრივად თაღლითები და მოხდა მათი ასე ვთქვათ გასამართლება ამ თვალსაზრისით. ისინი შეეცადნენ რაღაც მომენტში, რომ პოლიტიკური შესაბამისი პარტიის შექმნა და პოლიტიკოსის ამპლუა გამოეყენებინათ როგორც ერთგვარი თავშესაფარი, ვფიქრობთ, რომელიც მათი გათვლით იქნებოდა ერთგვარი იმუნიტეტი იმისათვის, რათა არ მომხდარიყო ისევ და ისევ გამოძიება მათ მიერ ჩადენილი შესაბამისი დანაშაულებისა, მათ მიერ განხორციელებული ანტისახელმწიფოებრივი პირდაპირ ვთქვათ საქმიანობისა. ისინი როგორც შიდა ეროვნულ დონეზე საქართველოს სასამართლოში დამარცხდნენ, ასევე ორ საერთაშორისო ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუციაში იწვნიეს მარცხი და რა თქმა უნდა ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არავითარი პოლიტიკური სარჩული ანაკლიის პორტის პროექტს არ გააჩნდა, არავინ ინვესტორს ხელს არ უშლიდა იმაში, რომ თავისი ვალდებულებები შეესრულებინა და ის რომ ანაკლიის პორტის ეს პროექტი საბოლოო ჯამში ვერ განხორციელდა, ისევ და ისევ არის სწორედ მათი ბრალი. ასე რომ ახლა კიდევ ერთხელ მათ მოუწევთ ჩახედონ თვალებში სიმართლე. ძალიან სამწუხაროა, აუცილებლად დავამატებ ნატა იმას, რომ როგორც ჩანს ეს ადამიანები ხაზარაძე, ჯაფარიძე და მათი სხვა კიდევ პარტნიორები სახელმწიფოს როგორც ერთგვარ მეწველ ძროხას ისე უყურებენ და აღიქვამენ და როგორც შეიძლება წარსულში გასდიოდათ სახელმწიფოსგან რაღაც გარკვეული ბენეფიტების აბსოლუტურად უსამართლოდ მიღება და ქურდბაცაცობა, ისევე ფიქრობდნენ რომ გააგრძელებდნენ, მაგრამ როგორც ხედავთ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და ისევ და ისევ სამართალმა იზეიმა. მადლობა. ჩვენს ეთერში თონიკე ჭეიშვილი საუბრობდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ეხლა კი მივესალმებით ჩვენ შემდეგ სტუმარს, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ჩაგურდება პირდაპირ ეთერში და უფრო დეტალურად განმარტავს. მოკლედ, მადლობა ბატონო ბექა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. რა სამართლებრივი არგუმენტაცია გაიზიარა ვაშინგტონის არბიტრაჟმა? აი, რის საფუძველზეც გამოიტანა გადაწყვეტილება კერძოდ ის, რომ ანაკლიის პორტი ხაზარაძის, ჯაფარიძის და მათი პარტნიორების ბრალეულობით ვერ განხორციელდა ამ პროექტის ეს პროექტი. რატომ გეკითხებით, იცით? აი დღეს მაგალითად ხაზარაძე ჯაფარიძის პარტიამ გაავრცელა განცხადება, რომ იუსტიციის სამინისტრო ტირაჟირებს დეზინფორმაციას მათი განმარტებით. აი სამართლებრივად რომ განმარტოთ, რასთან გვაქვს საქმე? ნატა, მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში ალბათ უმჯობესია საზოგადოებას შევახსენოთ, რა იყო მომჩივნების მოთხოვნა ორივე საერთაშორისო არბიტრაჟში და შემდეგ უკვე ნათელი გახდება მათთვის არბიტრაჟის გადაწყვეტილება. რეალურად ვის მხარეს არის სიმართლე. მომჩივნები, როგორც პარიზის, ისე ვაშინგტონის არბიტრაჟში ითხოვდნენ იმის დამტკიცებას, რომ თითქოს ანაკლიის პორტის ვერ განხორციელება იყო სახელმწიფოს ბრალი, თითქოს სახელმწიფომ შეუშალა მათ ხელი. სხვადასხვა არგუმენტი იყო მოყვანილი და მათ შორის პოლიტიკური არგუმენტი იყო არაერთი, რომელსაც პოლიტიკურ დისკურსშიც აჟღერებენ ხოლმე, აი ამ არბიტრაჟის ფარგლებშიც იყო ეს არგუმენტები მოყვანილი, თითქოს რაღაც რუსული ჩარევით შეჩერდა ეს პროექტი
თითქოს მათ მიმართ წარმოებული სისხლისამართლებრივი დევნა იყო გადამწყვეტი იმისთვის, რომ ეს პროექტი ვერ განხორციელდა და ასე შემდეგ. ყველა ეს არგუმენტი, ყველა ეს ბრალდება, რასაც ჩვენ ტელევიზიითაც ვისმენთ ხოლმე, განხილული იქნა არბიტრაჟის საარბიტრაჟო წარმოების ფარგლებშიც. და იუსტიციის სამინისტრომ ყველა ამ არგუმენტზე წარადგინა მტკიცებულებები, სამართლებრივი არგუმენტები, შესაბამისი პრეცედენტების მითითებით და ორივე არბიტრაჟი სახელმწიფომ სუფთად მოიგო ეს დავა, რაც გულისხმობს იმას, რომ პირდაპირ არის მითითებული, უკვე დღეს ვისაუბროთ ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე, პირდაპირ არის არბიტრაჟში მითითებული, რომ სახელმწიფოს მხრიდან პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა, მათ არაერთხელ გადაუვადდათ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თარიღები, იმისათვის რომ როგორმე ეს პროექტი განახორციელებინათ და საბოლოოდ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ბრალეულობით მათ ვერ შეძლეს ამ პორტის აშენება და პროექტის განხორციელება. ასევე გადაწყვეტილებაში მითითებული არის, რომ გაქარწყლებულია ბრალდება თითქოს რაღაც პოლიტიკურ მოტივებზე, ასევე განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული მათ მიმართ წარმოებულ სისხლისამართლებრივ დევნაზე და საინტერესო განმარტებას აკეთებს ვაშინგტონის არბიტრაჟი, ის ამბობს, რომ შეუძლებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში ვინმეს ჰქონოდა მოლოდინი, რომ თუ ისინი ჩაიდენდნენ დანაშაულს საუბარი ამ ფულის გათეთრების საქმეზე. მათ მიმართ სახელმწიფო არ განახორციელებდა შესაბამის რეაგირებას და არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანები ამ დროს რაიმე პროექტთან იქნებოდნენ დაკავშირებული თუ რომელიმე პოლიტიკოსთან ექნებოდათ კავშირი. შეუძლებელია მათ ეს მოლოდინი ჰქონათ და შესაბამისად ამ ნაწილშიც არბიტრაჟმა ამ საკითხს გასცა ძალიან კაფიო პასუხი და საბოლოოდ დადასტურდა, რომ სახელმწიფო ამ საქმეში არის პირნათელი და მთლიანად პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. რაც შეეხება ახლა თითქოს და სპეკულაციებს დღეს რაც გავრცელდა მათი მხრიდან, რომ არასწორი ინტერპრეტაცია არისო ესე საუბრობდნენ. კი ბატონო, აი უფრო კარგად რომ გავაანალიზოთ ეს საკითხი, ბევრ საკითხზე, ასე ვთქვათ, პასუხსაც მივიღებთ. რა იყო კონტექსტი? ან დილით იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ფაქტობრივად იგივე კონტექსტში, რადგან ახლა მე რამდენიმე წამის წინ მოგახსენეთ, ანუ შინაარსი განმარტა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების, რომელიც თავისთავად გულისხმობდა იმას, რომ სახელმწიფო იყო მართალი არბიტრაჟის პროექტთან დაკავშირებით და ყველაფერზე პასუხისმგებლობა დაეკისრა მოსარჩელებს, ხაზარაძეს, ჯაფარიძეს და მის პარტნიორს, მათ შორის ჰოლანდიელ პარტნიორს. ეს იყო შინაარსი, რა ინფორმაციაც გავავრცელეთ. მათი მხრიდან პასუხი იყო რა, რომ მათ საერთოდ კომენტარი არ გააკეთეს შინაარსთან დაკავშირებით, რითაც პირველი ფაქტობრივად ისინი დაეთანხმნენ იმას, რომ არბიტრაჟმა ეს თქვა ნამდვილად, ანუ მათ არ გაუპროტესტებიათ ის, რომ რაიმე არასწორი ინფორმაცია ჩვენი მხრიდან გაჟღერებული. მეორე, მათ ასევე შეფასება არ გაუკეთებიათ, რამდენად ეთანხმებიან, არ ეთანხმებიან არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, აპირებენ რაიმე სამართლებრივი პროცედურების მიმართვას, რითიც ასევე კაფიო იყო, რომ ისინი რეალურად დაეთანხმნენ ამ გადაწყვეტილებას. ერთადერთი რაც მათ გააკეთეს, რის მცდელობაც ჰქონდათ, იყო ის, რომ ისინი გაემიჯნენ მათ პარტნიორს, თუ ყოფილ პარტნიორს, ანუ ფაქტობრივად შეიძლება ვთქვათ, რომ მას შემდეგ რაც ხაზარაძემ და ჯაფარიძემ გაიგეს, რომ უკვე მორიგეჯერ წააგეს სხვა საერთაშორისო არბიტრაჟით, ამჯერად ვაშინგტონის არბიტრაჟით, მათი არჩევანი იყო ის, რომ როგორღაც დისტანცირდნენ ამ ადამიანისგანაც და შეიძლება ითქვას ანაკლის პროექტისგანაც, იმიტომ რომ ისინი აქამდე აცხადებდნენ, რომ თუ რაიმე უკავშირდება ანაკლის პროექტს, პირველ რიგში თავად უკავშირდებიან და დღეს უკვე ამბობენ, რომ რაშუაშია ანაკლის დავა და ისინი საერთოდ არაფერ კავშირში არიან ამ დავასთან. ხო, აი ამ საკითხთან გვაქვს დღეს საქმე, რომ რისთვისაც შეიქმნა მათი პოლიტიკური პარტია ანაკლის სპორტის საქმე, როგორც თავად აცხადებდნენ. დღეს უკვე ამბობენ, რომ ეს დავა მათთან არანაირ კავშირში არ არის და საერთოდ თითქოს სხვა პიროვნება დაობს, ანუ თითქოს ჰოლანდიაში მცხოვრებ ვიღაც ბიზნესმენს უცებ ერთ დღეს მან გადაწყვიტა რაღაც დავის დაწყება, რომელიც არანაირად არ უკავშირდება ამ პირებს და ჩვენ გვახსოვს, რა თქმა უნდა, იუსტიციის სამინისტროში ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ეს ადამიანები არათუ უშუალოდ ჩართულები იყვნენ, მთლიანად ამ განხილვებში აქტიურად მონაწილეობდნენ და ესწრებოდნენ და ფაქტობრივად ისინი წარმართავდნენ მთლიანად ამ პროცესს. ხომ ის პარტნიორი, ერთ-ერთი პარტნიორი იყო, რომელსაც ისინი იყენებდნენ რაღაც იმისთვის, რომ მეორე არბიტრაჟი დაეწყოთ სახელმწიფოს წინააღმდეგ და რაც წააგეს პარიზში, როგორღაც იქნება ვაშინგტონში შემოებრუნებინათ და ამით კიდევ უფრო მეტი ფინანსური ზარალი მიეყენებინათ სახელმწიფოსთვის, ეს იყო მათი მცდელობა. ნახეთ, პარიზზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ, აქვე დავაზუსტებ. მაშინ ვის მოუწევს თანხის გადახდა, თუ ისინი დისტანცირდნენ ამ საქმისგან და იმ შემთხვევაში თუ თანხა არ გადაიხადეს, მაშინ რა სამართლებრივი მექანიზმი ამოქმედდება?
თანხის გადახდა მოუწევს მათ ჰოლანდიელ პარტნიორს და შეიძლება მათი დღევანდელი განცხადების ქვეტექსტი და მიზანი ესეც ყოფილიყო და ერთგვარი გზავნილიც იმ პარტნიორის მიმართ რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ დავა შენ წააგე და მოდი თავად შენვე გადაიხადე. ანუ თუ თანხას არ გადაიხდის 30 დღის ვადაში ბობ მეიერი, მათი ჰოლანდიელი პარტნიორი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო შემდეგ უკვე მიმართავს შესაბამის სამართლებრივ ზომებს და იძულებით წესით მოხდება ამ თანხის გადახდევინება და ერთგვარად დღეს რა გამიჯვნის ცდილობაც იყო მათი მხრიდან შეიძლება ეს მარტო სახელმწიფოს მიმართ კი არ იყო გზავნილი, შეიძლება გზავნილი იყო მათი ყოფილი პარტნიორის მიმართაც რომ დავა წავაგეთ და თქვენ შენ თავს ეხლა შენ თვითონ მიხედეთ ჩვენ არაფერ შუაში ვართ. კი ბატონო. თქვენ ახსენეთ პარიზის არბიტრაჟი ერთი წლის წინ მათ ანაკლეის საქმეზე დავა წააგეს პარიზის არბიტრაჟის სასამართლოშიც და შედეგად პარიზის არბიტრაჟმა მათ დააკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ $650,000 გადახდის ვალდებულება. ეს თანხა, როგორც ცნობილია, მათ გადაიხადეს. როგორ ფიქრობთ, აი ახლა რატომ აპროტესტებენ მაგალითად ვაშინგტონის არბიტრაჟის ამ გადაწყვეტილებას მაშინ? კი ბატონო, პარიზის არბიტრაჟი თუცა ვეხებით აუცილებლად საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რას ითხოვდნენ პარიზის არბიტრაჟის წინაშე. აქ თვითონ თანხის მოცულობა იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, დაახლოებით $4 მილიარდ იყო საუბარი. ეს იყო თანხა, რომელიც მათ სურდათ მიეღოთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ ფაქტობრივად არბიტრაჟმა დაადგინა ახლა უკვე ორმა არბიტრაჟმა რომ პროექტი მათ ჩააგდეს, ანუ სახელმწიფოს მთელი ეს დრო დააკარგვინეს იმისთვის რომ პორტი შექმნილიყო და ამ პროექტის ჩაგდების შემდეგ მოუბრუნდნენ და ისევ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, ანუ იმ ბიუჯეტია საუბარი, რომელიც გადასახადების გადამხდელებით იუსება, უნდათ 4 მილიარდის ერთჯერადად მიღება, ანუ ფაქტობრივად მაშინვე მიღება და რამხელა პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამართლებრივ რისკებს ააცილა ფაქტობრივად აი ამ არბიტრაჟის გადაწყვეტილებამ სახელმწიფო, რადგან ეს გადაწყვეტილება გამოვიდა გასულ წელს წინასაარჩევნო პერიოდში და რომ არა ეს გადაწყვეტილება რა რყევები პოლიტიკური თუ ფინანსური რყევები შეიძლება მოყოლოდა, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ხო? და ის თანხა რაც დაეკისრათ სწორედ იმიტომ რომ მათ სრულად წააგეს დავა საინტერესო იყო რომ მათ მაშინ არ სცადეს რაიმე სახით ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება, თანხაც გადაიხადეს და ეს იყო კიდევ ერთი დადასტურება რომ მათ რეალურად იციან რომ მათი ბრალეულობით ვერ მოხდა პორტის აშენება და თანხის გადახდით მათ ფაქტობრივად უკვე დაადასტურეს რომ ისინი იზიარებენ და ეთანხმებიან უკვე არბიტრაჟის გადაწყვეტილებასაც, რაც არ უნდა პოლიტიკურად სხვა გზავნილებს აჟღერებდნენ დღეს თანხის გადახდა ყოველგვარი აპელაციის გარეშე ნიშნავს იმას, რომ ისინი ეთანხმებიან მიღებულ გადაწყვეტილებას, ანუ იმას, რომ მათ საკუთარი ბრალეულობით ჩააგდეს ეს პროექტი. კი ბატონო. აი თქვენ კი გამოთქვით დღეს მაგალითად იმედი, რომ პოლიტიკურ სპეკულაციებს დაასრულებს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, თუმცა ანაკლეის პორტის თემას ოპოზიცია ისე რუსულ, ჩინურ პროექტად ნათლავს. აი რა არგუმენტებს დაუპირისპირებთ ამ შემთხვევაში? საინტერესოა მე დასაწყისში ვახსენე რომ რაღაც რუსეთთან კავშირის შემოტანის ცდილობა მათ თვითონ საარბიტრაჟო წარმოების ფარგლებშიც ჰქონდათ და ეს უარყო როგორც პარიზის არბიტრაჟმა, ისე ვაშინგტონის არბიტრაჟმა ჩვენ მოლოდინი რა თქმა უნდა ეს ასე ვთქვათ ჩვენი ვარაუდია რომ სპეკულაციები უნდა დასრულდეს ყველა გონივრულად მოაზროვნე ადამიანისთვის, რატომ? ანუ ერთი მხრივ ამტკიცებდა რომ თითქოს საქართველოს ხელი შეუშალა დასავლურ თუ ამერიკულ ინვესტიციას და მეორე მხრივ ხედავდეთ რომ ამერიკულმა არბიტრაჟმა, ამერიკაში მოქმედმა არბიტრაჟმა თქვა რომ სახელმწიფო არის მართალი და ინვესტორები იყვნენ მთლიანად პასუხისმგებლები. თან აქ საუბარი არის რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო ერთხმად, სამივე არბიტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და მაშინ გამოდის რომ ფრანგულ არბიტრაჟზეც, ამერიკულ არბიტრაჟზეც რაღაც რუსეთს ქონია გავლენა და ეს გადაწყვეტილებაც ახლა რაც მიიღოთ, მათი გავლენით ყოფილა, ხომ? რა თქმა უნდა, ეს აბსურდი არის, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არაგონივრული და ასე ვთქვათ, არარეალისტური განცხადებებია, თუმცა, როდესაც უკვე ამდენ დავას წააგებს, ადამიანი ბუნებრივია ცდილობს რაღაცნაირი არგუმენტების მოფიქრებას და ამას რა თქმა უნდა, შორსმევალი პერსპექტივა არ ექნება. სანამ თემას ამოვწურავდეთ, მე მინდა აუცილებლად ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო იუსტიციის სამინისტროში მომუშავე ყველა თანამშრომელს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ საქმეზე მუშაობის დროს, რადგან ნამდვილად აი ამ არბიტრაჟების მოგებით ჩვენმა სახელმწიფომ ნამდვილად დიდი სამართლებრივი, პოლიტიკური თუ ფინანსური რისკები აიცილა.
კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, საინტერესო არგუმენტებისთვის. მე კი ამით უკვე გემშვიდობებით. ასეთი იყო მოვლენათა განვითარების ქრონიკა. მე შაბათამდე გემშვიდობებით.